სადაც წავედით, მზეს ვერ ავარიდე თავი რა. იმერელ ქალს ახლა ჭიათურა კი არ მიგვიხსნა. ყაბაყის ჯემიც უკვე ისე ჟღერს. ცხოვრება ჩქარობს თვითონ. არა, ესეც მართლა არ ველოდი. არიეთ. ესეც იჭმება? აქ უნდა გადმოვცურო თუ რა ვქნა. ეს არის იუმორი, იმერული იუმორი. ვიცი, აუ თული კითხვაა ძალიან. აბა როგორ მოგხავს მაგას ხო არ კითხავ. ფორმალობა გადადი გვერდზე. გამარჯობა, მე თეო ვარ. კამერის უკან ზურა დგას და ეს ჩვენი არხი მოუბარია. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ ჩამოვედით ჭიათურაში, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, საკმაოდ არაპოპულარული ადგილია, როგორც შიდა ისე გარე ტურიზმისთვის, მაგრამ დღევანდელ ეპიზოდში მინდა გაჩვენოთ, როგორც ცდილობენ ადგილობრივი ახალგაზრდები დაანახონ, დანარჩენ საზოგადოებას, რომ სამთო მოპოვებითი სამუშაოებით დამახინჯებული სოფლების მიღმა არსებობს საკმაოდ ლამაზი და საინტერესო ჭიათურა. გაგაცნობთ ჩემს დღევანდელ პერსონაჟს, რომელთანაც მოვედით სოფელ წირქვალში, მასპინძელო. გამომხედე. მე ვარ ვალერი. ცხოვრობ წირქვალში, ჭიათურასთან ახლოს. დაკავებული ვარ ბიომეურნეობით. ასევე ცოტათი ქვისხანის სპეციალისტი ვარ. ცოტათი სპელეოლოგიც ვარ, ცოტათი პალეონტოლოგიც, მოკლედ საცხოვრებელმა არეალმა, ჩემო საცხოვრებელმა არეალმა მასწავლა ბევრი რამე. ზვიგენის კბილი წირქვალში, ხო? ჩემს ეზოში. წარმოუდგენ, ანუ არ ვიცი, შოკი არ მიიღე ეს რო ნახე? თავიდან არ ვიცოდი. თორე შეიძლება მართლა მე მიიღო შოკი, მაგრამ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ შემთხვევით რომ ზვიგენის, ანუ შემთხვევით აღმოაჩინე, რომ ჩემი ეზოში ნაპოვნი რაღაც კბილი, რომელიც რაღაც კბილი მიპოვნე და ალბათ ძალიან ისეთი განვითარებული ინტუიცია მაქვს და რატომღაც არ გადავაგდერა და ეს სახლის კუთხეში ვაგროვებდი რაღაც ისეთ მსგავს ქვებს და რაღაცებს და ვიქი ანუ ხო ანგლის ეს ნიჟარა უკვე გააზრებულად ვიპოვნე, უკვე ვიცოდი, უკვე რა იყო რა. ამ პერიოდში წარმოდგენა არ მქონდა რა იყო და მე გავარკვიე რომ ეს ჩემი კბილი, რომელიც აქ სახლის კუთხეში მეგდო, აღმოჩნდა ზვიგენის კბილი, რომელიც დაახლოებით 60 და 60 მილიონი წლის არის მინიმუმ რა. მინიმუმ შეიძლება უფრო ძველი. ღმერთო ჩემო, 60 მილიონი წლის კბილი და ეს ხელში მიჭირავს და გავარ ბედნიერი და გელაპარაკები ამ კბილზე. ცოტათი გიდიც ვარ, სერტიფიცირებული კულტურული გიდი და თვითაღიარებული საფეხმავლო გიდი. მდინარე ჯრუჭულას ხეობას ამოვუყევით და როგორც ჩემი მასპინძელი მეუბნება, აქაურობა ქვისხანის ძეგლებით არის ძალიან დატვირთული. ახაც ერთ-ერთ მღვიმეში ვაპირებთ შესვლას, რომელიც ყველაზე მარტივია, ხო? შედარებით მარტივი და უსაფრთხო. მარტივი, უსაფრთხო, საინტერესო, ექსტრემალურიც და დანარჩენს ნახავ. უშუალოდ ამ მღვიმეში ან ადამიანებს საცხოვრები არ აღინიშნება, მაგრამ ამ ხეობაში არის უამრავი მღვიმე, სადაც როგორც ჰომო საპიენსები, ჩვენნაირი ადამიანები ნეანდერტალელებით კი ცხოვრობდნენ და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენებია გაკეთებული ამ ხეობაში და ერთ-ერთი ისეთი ლოკაცია ქვისხანის ძეგლების როგორ? მაყურებელს ვეუბნებით. ჭიათურის შესახებ ეს ყველაფერი იცოდნენ? ნახე როგორ გრილდებიან. ინტერესებს რატო გადავწყვიტე ამ თეთრი ფეხსაცმლით ამ ღვიმეში შემოსვლა რაღაცა. კოტინა, წადი. კოტინა. წადი. შევალთ შიგნით ნელ-ნელა სხვადასხვა ფორმებს და სხვადასხვა მიკროკლიმატია რა, რაც სიღრმეში შევდივარ და ძალიან განსხვავებული და დამახასიათებელი ფორმებით გამოირჩევა ეს. წავედით, ნახოთ ყველა. და ეს ზონები, ანუ რამდენად სხვადასხვა ზონაში გადავდივართ, განსხვავებული ფორმები, ფერები, ნაღვენთი ფორმები, მოკლედ ძალიან საინტერესო. და რა სიგრძის არის მღვიმე? ეს მღვიმე დაახლოებით არის 400 მეტრი სიგრძეში. შესულ ხარ ბოლომდე? კი, ეხლა შევალთ თუ მოგვინდება და მე არის მეორე სართული კიდე იქ დაახლოებით 200 მეტრია. ეს თითქოს ეხლა ახალი წარმონაქმნებია ეს თეთრი რომელიც არის ნელა ახალი ფორმებით ჩნდება.
უნდა მოეჭიდო. რა მარტივად, ანუ ცოცხლის გაკვეთილებზე მე მგონი უფრო ხშირად უნდა ვიარო. ცოცხა ხო? ანუ რამდენჯერმე ვცადე. მაშინ წაგიყონ კაცში საცოცხა. ეხა იქ. არა, მე მაინც ვფიქრობ, რომ კაცს რო აჯობებდა. აუ აქ ნახტომს ვერ შევასრულებ. მაშინ ისე ხეთი. დაწიე. ეხა მოიჭიდე. გრიმერ შემოხავს. ესე უნდა აწარო? და ზოგი გატოვა, ზოგი ან პრინციპში აღჭურვილი უნდა შემოხეთ, ჩვენ დაუგეგმავთ მოვიდეთ. არა, აღჭურვილი აქ არ არის, ახლა ბოტებს ანუ გული ფეხს ეხა ადეკვატურად მაინც ხო ბოტით. რა ვიცი, წადი ქალაქში გადაიღე რამე. ეს რა არის? კაფეებში. რაღაც კაფეში დაჯექი და რაღაცა გადაიღე, ხო შეიძლება. აუ, მოწურყე რა. ხდება? რა გინდოდა რომ არა, კარგია, ხალხო წასვლა შეგვიძლია. რამდენად არის პოპულარული და უშუალოდ რამდენად ხშირად მოდიან აქ ამ ღვინის სანახავად? თუნდაც ექსტრემალური აქტივობების მოყვარული ადამიანები ან ისტორიის მოყვარული ადამიანები, არ ვიცი, ვისთვის არის საინტერესო და რამდენად ბევრი ვიზიტორი ყავს. საინტერესო არის ეს პრობლემა, მაგრამ ის ადამიანებმა არ იციან ფაქტობრივად. ანუ თავარი პრობლემა დღეს და გამოწვევა არის ის, რომ ადამიანებს გავაგებინოთ, რომ სადღაც ჭიათურაში, ჭიათურასთან ახლოს არსებობს ესეთი მღვიმე და უამრავი სხვა მღვიმე. ჭიათურაში 100-ზე მეტი მღვიმეა, სადაც უმეტესგან შესვლა შეიძლება და ყველა თავისებურად უნიკალურია. მაგალითად ეს მღვიმე მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ თავის განსხვავებული ფორმებით, ხასიათით, ან სიმარტივით, ვინც იციან, ძალიან ყოფილები მიდიან და ერთი წეღანაც გითხარი, იმდენად მარტივი არ არის, მაგრამ ადამიანებს რო ერთულებოთ, ამ თვით შეფასებას უმაღლებს ადამიანებს, რომ ამ თითქმის ყველა შეუძლია ამის გავლა. და ერთ-ერთი კარგი ეგეც ახლა მგონია, რომ ადამიანებს თვით შეფასებას უმაღლებს, რომ ამ რაღაცას დაძლევი. შემიძლია ესე დავასათაურო ეს ეპიზოდი, რომ ის თვით შეფასების პრობლემა. გაქვთ? მოდი ჯრუჭულის ხეობაში. ჯრუჭულის მღვიმეს. მინი ექსპედიცია დავასრულეთ, კარგად ჩაიარა. რეკომენდირებული მარშრუტია, მეგობრებო, აბსოლუტურად. მართლა ძალიან საინტერესოა, ხა ჩვენ უბრალოდ დროში ვართ შეზღუდულები და ბოლომდე არ გავედით. მაგრამ ძირითადად საინტერესო მონაკვეთი გავიარეთ. ნუ ოქროსფერი დარბაზი ვნახეთ, ყველაზე ეფექტური. ხო. შთამბეჭდავი. წავიდეთ, ეხლა უნდა დავლიოთ სოიოს ყავა. ჰერადი ყაბაყების ყვავილი უნდა დავკრიფოთ, მეგობრებო, და უნდა შევწვათ. და სოიოს ყავას უნდა მივაყოლოთ. ყაბაყის ჯემთან ერთად. ყაბაყის ჯემთან ერთად და ეს ყველაფერი ეგზოტიკურად ჟღერს ძალიან და გავითვალისწინოთ, რომ ჭიათურაში ვარ, სოფელ წირქვალში, ბოსტანში და სამზარეულომდე სანამ მივალთ ამ საქმეებს მოვილებთ, დავკრებთ და ყველაფერს თქვენი თვალით ნახავთ დანარჩენს. ეხლა მოვძებნოთ კარგი ყვავილები. ანუ ყვავილი რანაირი კერძია ვერ გავიგე. ნახე, ყვავილი ხა ცოტა ჭირს ამ პერიოდში, ანუ რო ცხელა, აი ეს უნდა მოწყვიტოთ ჩვენ. ანუ ის წავს მათხოვე გითხოვ. აი ესე არ წვოთ, ოღონდ რაღაცებს ვამატებთ. ანუ და მოწყვიტოთ. ეს უნდა ვჭამო? რამე გემრიელი მაჭამს. მოიცადე. თან რო იცოდე ზოგადად ეს ამას ქვია მამალი ყვავილები, ანუ ყოფილი ყვავილებია და ეს ეს პროგემრიელია? არა, ფაქტობრივად გადასაყრელია. და მაგას მაჭმე. ანუ ეს ვინმე ჭამს ამ ყაბაყის ყვავილს შენ გარდა თუ ეხა მოიფიქრე რომ ექსპერიმენტი ჩაატარო და ჩვენზე გატესტო. მე ჩემს სტუმრებს შენ და შენი სტუმრები ჭამს ხარ? მე არა. მან გამოიგონა და ეხა გვარწმუნებს რომ რაღაც ნამდვილად არ არის დელიკატესია ჩვეულებრივად. ევროპაში ძალიან გემრიელად მიირთმევენ და ისევე როგორც ცუკინი ძალიან პოპულარული ბოსტნეულია ევროპაში, იტალიაში. ჩვენთან მაინც და მაინც დიდად არ არის. არა დამდროს ძალიან სასარგებლოა. ძალიან ბევრ ვიტამინებს, მიკროელემენტებს შეიცავს, თან ნაკლებად კალორიულია, ანუ ფაქტობრივად 0 კალორია შეიცავს. შევიკრიბეთ 3 იმერელი, ხო? ხო და ალბათ ესენიც და თქვენც ელოდებოდით, რომ ქათამს დავუკლავდი.
მაგრამ დაუკრიფე ყვავილები და ხა ვამზადებთ სადილს ყაბაყის ყვავილებისგან ჩემი მოყვანილი სიმინდის ფქვილისგან და სამწუხაროდ ქათმები ანთავს და კვერცხნაყიდია. შენი მიკროფონი ჩართულია, ხო? კი. მოდი ერთ წუთს სად მიდიხარ? ყავს მომზადებ. ეს არის სოიო. ეს საიდან მოიფიქრე, რომ მაინც და მაინც მოხალული სოიოსგან ყავა გაგიკეთებინა? ეს ჩემი მფიქრებული არა, ჩემი მფიქრებული არ არის. ამას ამზადებდნენ 90-იანებში და უფრო ადრე კიდე სანამ ყავა ესე მასობრივად შემოვიდოდა, იმიტომ რომ გლეხი ხალხისთვის არ იყო მაინც და მაინც ის ნამდვილი ყავა ხელმისაწვდომი და ამზადებდნენ სოიოსგან და სხვა რაღაცებისგან. მე ამას ესეც იყო, ხო? ძალიან გემრიელია, ჩვეულებრივ. კი, მიყვარს ძალიან. მგონი ეს მეტად მოხალულია ეხა. აი სოიას არომატი აქვს ცოტა. მიყავს გემოს თითქოს აქვს. არ ვიცი ის გემო შევაზარო. მაგრამ ძალიან გემრიელია. ავზუკი გასინჯა. მაგიტან. ძალიან გემრიელია მართლა. მოიცა მოვუშვები ღეჭვას. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები იმსახურებენ, რომ აი ეს ყაბაყის ჯემი გასინჯონ და გაასინჯენ. აი მორჩა ჭამას მე. გადავედით ინტერვიუზე. გიფიქრია თუ არა, რომ აქედან წასვლა ჯობდა და რახან გადაწყვიტე, რომ აქ დარჩე, რამ გადაგაწყვეტინა ეს? ხო, ალბათ არ ჯობდა, იმიტომ რომ არ ვიცი, ცოტა რთული მომენტია. რომ წამსულიყავი აქედან ალბათ შეიძლება უფრო კომფორტული ცხოვრება მქონოდა და მარტივი. მაგრამ ის გამოცდილება, რაც ახლა მივიღე ამ პერიოდიდან, რაც აქ ვარ მუდმივად, რაც დაკავებული ვარ ბიომეურნეობით, დაკავებული ვარ რაღაც მშენებლობებით, ვიყავი დაკავებული რაღაცა ტურისტული ამბებით, ლაშქრობებით, ვიმეებით, რაღაცა ბილიკების მოკვლევით, რაღაცებით, ანუ ძალიან საინტერესო იყო და ამან ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ცხოვრებაში და ალბათ ძალიან კარგია რომ აქ ვარ. არ ნანობრო აქ ვარ. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ ამ დროს. და რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ხარ, რის გამოც ჩვენც აქ ვართ დღეს და ანუ ჩამოვედით ჩვენთან, რომ ეს ამბები მოვისმინოთ. აი რამ გადაგაწყვეტინა, რომ აი ხო ჯობია აქ დავრჩე, ჯობია ცოტა მეტი ვიწვალო, მეც აქ ვიყო და პირიქით სხვაც მოვიზიდო, რომ აქ მოვიდეს და რაღაცა ან დაათვალიეროს, ან რაღაც სერვისით ისარგებლოს, ან გაეცნოს აქაურობა სხვანაირად. მინდოდა წასვლა, ასე ვცდილობდი დისტანცირებას აქაურობისგან, მაგრამ რაღაც ერთი მომენტი იყო, როცა მე სახლში რომ მოვედი აქ ჩემ გარემოში, ჩემ სივრცეში, სხვა ენერგია იყო, სხვა სიმშვიდე იყო, რაღაცა უფრო ისე ბედნიერად გრძნობდი თავს რა და მე მივხვდი რომ აი ხო, აქ მირჩევნი ანუ კომფორტული ცხოვრება, ანუ ბედნიერება და კომფორტული ცხოვრება არ ნიშნავს მაინც და მაინც სადღაც მეგაპოლისებში, სადღაც განვითარება, ანუ სხვა ქვეყნებში წასვლას და ანუ ნებისმიერ ადგილას სჭირდება ძალისხმევა. კი, ამას სჭირდება ძალისხმევა და ნებისმიერ ადგილას შენ მოიყვან კომფორტულ ბედნიერ ცხოვრებას. რა დრო დასჭირდა ამის შექმნას კომფორტულ ბედნიერ გარემოს? ნუ ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის ეს კომფორტი, ჩემი კომფორტის სივრცე ბოლომდე არ არის მოწყობილი და არ არის დასრულებული, მაგრამ დაახლოებით 10 წელია სადღაც რაც ნელა ნაბიჯ ეს ერთიანად არაფერი არ გამიკეთებია, ძალიან ნელა ხდებოდა ეს ამბები. საბოლოო ჯამში აი დღევანდელ დღემდე მოვედი, როცა რაღაც ჩემი მიზნები უფრო ისეთ ნათელია და უკავშირდება აქაურობას, უკავშირდება ამ რეგიონს, უკავშირდება მიწას. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ აი საქართველოში კონკრეტულად, რომ აი ახალგაზრდები დარჩნენ თავიანთ რეგიონებში და არ დაიცალოს რეგიონები და იქ გააჩინონ რაღაც შესაძლებლობები. რამდენად მნიშვნელოვანია და თან რამდენად მარტივია ან რთულია? ხო, მარტივი არ არის, აქედან დავიწყებ, საკმაოდ რთულია, მაგრამ საინტერესო. საბოლოო ჯამში ალბათ შედეგის მომცემით, როცა ამ ხელა რესურსები გვაქვს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სოფლებში, სხვადასხვა რა ვიცი, აუ თული კითხვაა ძალიან. რა სააცა რა უყო ეხა მე ამ ახალგაზრდებს არ უნდათ და როგორ ურჩიო ეხა რა სოფელში წადი.
აი, რასაც ფიქრობ ის მითხარი. რთულია. ეგ მითხარი მე, ვინ გეუბნება რომ უნდა მითხრა რომ მარტივია. ეგ მითხარი, ეგ მაინტერესებს. ეხლა ვფიქრობდი რომ ხელა აი რა ადამიანი შეიძლება აი ზუსტად ეგ მინდა მომიყვა, აი რამდენად რთულია. ანუ ნახე რამდენად საშინლად რთული შეიძლება იყოს. ხო. ზოგჯერ მართლა ჩვენთვისაც რთულია. ხალხისთვის ასე ცხოვრება და ხანდახან ჩვენც ვიწყენთ ხოლმე, მაგრამ იმის გამო მოსაწყენი რომ ბევრ ადამიანს გონია რომ მოსაწყენია. ეხლა ბევრ ადამიანს რომ აინტერესებდეს აქ გართობა, აქ ყოფნა, აქ ჩამოსვლა, აღარ იქნებოდა ესე მოსაწყენი. ძალიან ბევრი ინტელექტუალური რესურსი იკარგება, თუნდაც ჭიათურიდან მე ხა სკოლაში მუშაობდა, ძალიან კარგად ხედავდი და ვიცნობდი ძალიან ბევრ ადამიანს, რა ინტელექტუალური შესაძლებლობები ჰქონდა და ეს ადამიანი ფაქტობრივად დაკარგა რეგიონმა და დაკარგა რეგიონმა განვითარების შანსი. როგორ წარმოგიდგენია შენი და რაღაც შენი რეგიონის საუკეთესო პერსპექტივა? ხვალ აქ შეიძლება იყოს ან ისეთი გარემო, სადაც ბევრი ადამიანი შეიკრიბება გემრიელ საჭმელებს მიირთმევს, ნაწილი იწავა სალაშქროდ, რომელიც სალაშქრობილი აქედან იწყება, ნაწილი იწავა მღვიმეებში, ნაწილი იწავა საცოცად, ნაწილი იწავა კანიონზე, ნაწილი რავი ქალაქში გაისეირნებს, რაღაცა და ისე მოვლენს. ხო, რავი, ესე უფრო წარმომიდგენია ეს გარემო, რადგან წარმოდგენა მაგას მიმალავდი? რადგან ეხა მე სიმართლე გითხრა თავიდან ამ გარემოს ჩემთვის ვაკეთებდი, მაგრამ მე რაღაცებს რო ვაკეთებ, ანუ როგორც ანუ მე ხელოვანი არ ვარ, მაგრამ ხელოვანი ადამიანი ვფიქრობ, რომ როგორც ხელოვანი ადამიანი ფიქრობს, რომ თავის ნამუშევარი გაუზიაროს სხვა ადამიანებს, ეხლა მხატვარი თავისთვის არ ხატავს მარტო იმ რაღაცებს, ან მუსიკოსი თავისთვის არ წერს იმ მუსიკას, ხო? და მეც რაღაცებს რო ვაკეთებ, მინდა რომ ეს გაუზიარო ადამიანებს. თუნდაც ეხლა დღეს რომ მღვიმეში მყავდით, მე მინდა რომ ეს ყველას ვანახო, შენ განახო, სხვა ადამიანებს ვანახო. აი მაგალითად ჩემი პროდუქტი ბევრმა ადამიანმა ისიამოვნოს. რავი, ჩემთვის მე მინდა რომ ეს რაღაცები გაუზიარო ბევრ ადამიანს და ჩემი სურვილი არის ეგ რომ ბევრმა ადამიანმა ამისგან მიიღოს სიამოვნება. და ამისგან მე რა თქმა უნდა მე მივიღებ სიამოვნებას და მე ვიქნები და კმაყოფილი. მე მგონია რომ ინტერვიუს ვწერ და ეს არაველებს თხრის აქ. საქმეთან საქმე შეგიძლია გავჩერდი მე ერთ საქმე ვაკეთო მარტო ვარ ადამიანო. დავასრულოთ ჩვენი ეპიზოდი, თორემ გადათხარა მთელი ეზო. მოიცა, ესე ჩათուցგულმა დავასრულოთ და ავწე. როგორ ჩანვარ ზუკი? ესე ხო, ანუ ჩათուցკული და ეს ქუთაისური ეს ხوارჯა. ესე ეს ჩავალდიკოთ. კაი. დავასრულოთ ჩვენი ეპიზოდი. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ჩვენს შემდეგ ეპიზოდს დაელოდეთ. შემდეგ საინტერესო პერსონაჟთან ვიმოგზაურებთ. ნახვამდის. ნახვამდის.